დღეს ჩვენ სტუმრად ვიმყოფებით ქალბატონ დოდო ტიტინაძის სახლში. ქალბატონი დოდო, როგორც ყოველთვის, დღეს ისე შეხვდა, არ ვიცი. და იცით, ჩვენ ცოტა ადრე მოვედით, მე და მაკა. და შემოვედით და აი ეს დეკორაციები, როგორც ასე ახლა ხედა, აი ესე მოვაწყეთ. ქალბატონი დოდო რეპეტიციას გადიოდა გიორგი გვალიასთან ერთად და მე დავუძახეთ ქალბატონ დოდოს და ვანახეთ ეს ყოველივე როგორ მოგწონს ხო და ქალბატონი დოდო ახალცელი ჩახვდა ყოველივე. ასე რომ ქალბატონი დოდო ყოველთვის გვერდში ვიდგას და დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი არის ის, რომ ბავშვებმა უფრო ახლო კონტაქტი დაამყარონ ამ შესანიშნავ ქალბატონთან, ყველაზე კაშკაშა კინოვარსკვლავთან. ვის შეუძლია გოსანთა შორის ჩამოართვას ამ კეკლუც მანდილი და ღირსეულად შეამგოს იგი. ეს მანდილი ქართველ დედას ამშვენებდა. მოწოდებით მრავალ ციხეს აშენებდა. ამ მანდილმა ჩვენს მარჯვენა დავილოცოს დაგჭირდა მამულისთვის დავიქოცო. ისმინე სწავლის ძებნელო, მოყევ დავითის მცნებასა, ჯერ მწარეჭამე კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა, თავსინარულის ჯობია, ბოლო ჟამს დანანებასა, ჭირს ყოფილ ხილში შესული, შვებას მიიწვლის ვნებასა. დავით გურამიშვილი, ბაჭი ჭანკვეტაძე. და თან გასდევს ცოდნელსა, რაზომცა დაეტარების, აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შეეგარების, არც მისგან ძალით წაერთვის, არც უმალვით მოიპარების, ჭყვა უხმარავს ბრიხთათვით, ჭყვა სოდნით მოიხმარ. მე თქვენ მაოცებთ დიდად. თქვენგანი მთავხედი პოეტის დაცვა წარმოუდგენელია. მე ბავშვობიდან ვიცნობ თავადას. იგი არ იკადრებდა საქციელს რასმეს ამარცხულებს. მაგრამ წუხელის მთელი სასახლე შეაშფოთა მისმა უღირსმა საქციელმა. თქვენ მაოცებთ, დიდად მაოცებთ. თქვენგან იმ თავხედი პოეტი დავით გურამიშვილის დაცვა წარმოუდგენელია. მე ბავშვობიდან ვიცნობ თავად დავით გურამიშვილს. კი არ იკადრებდა საქციელს რასმეს სამარცხულს. კეთევანი ნინო ქრისტესიაშვილი, დედოფალი ელიზავეტა ანაქსოღლები. მაგრამ წუხელი მთელი სასახლეში აშფოთა მისმა უღირსმა საქციელმა. თქვენო უმაღლესობა პეტრეს ქალიშვილს, ბატონიშვილების სამეფო ეახლა დავით გურამიშვილი. რაღაც მოვიტერეთ თქვენო უმაღლესობა, კარგად უწყით რა უკუღმართე და ტრიალდა ქართლოს ბედი. ნახმარებისთვის გიახლათ დავით, გადარჩენისთვის. თქვენო უმაღლესობა, პეტრეს ქალიშვილ და რა ბატონიშვილ ელისაბედს ეახლა დავით გურამიშვილი. ეს რაღაც ნიშნავს. მომიტევეთ თქვენო უმაღლესობა. კარგად უწყით რა უკუღმართა და ტრიალდა ქართლოს ბედი. დახმარებისთვის გიახლათ დავით, გადარჩენისთვის. ილია ჭავჭავაძე, განდეგილი გახლავთ, ჩემი შვილი, სიამაყით მიდასკრა.
აკაკო მაგაცა. ვინ ახარ? რა ხარ? წერმისი ქალი. აქ მთის ფერდობზე ცხვარს ვაძვებდი მამიჩემისას. ბალახმა ცხვარი ამოიტყვა და მეც ამოვყევ ფარასა ცხვრისას. მე მიმადრე შვილო შენს დახსნას. ღმერთია ყველას მშველელი მხსნელი. ხოლო წყემსი ქალი გახლავთ სასახლის დამსახურებული არტისტი მარი გოდერძიშვილი. წყემსი ქალი ვარ აქ მთის კალთებზე ცხვარს ვადავებდი მამიჩემისას. ბალახმა ცხვარი ამოიტყვა და მეც ამოვყევ ფარასა ცხვრისას. დამღუპე ცხვარი მე მამის დურჩმა მე გავცემ პასუხს ჩემი ბრალია. მაგრამ შენ ვეს თქვი განაწავხვალ რაც ფათერაკად მოსავალია. ისიც ვიცოდი მამიჩემისგან რომ მონასტერში ვიღაც ბერია. სხვა ხომ შემიცი ღმერთმა გარჩინოს როგორც შენ მე დღეს გადამარჩინე. მე მიმადრე შვილო შენს დახსნას. ღმერთია ყველას მშველელი მხსნელი. თელ ჩემს სიცოცხლეს შენს მოლოდინში გავატარებ. ოღონდ ცისკარა არ დაგავიწყდეს შენი მზია. შვიდობით მზია. ცისკარა ადგა წავიდა და დაამარცხა დედე. გააკეთა ყველაფერი და წყალი მისახა. მე კი ბედშავი საქორწილოდ ვემსადებოდი. მეც ეგ მინდოდა, მაგრამ რა მადლს დავუდებ ჩვენ სიყვარულს? თუ ხალხს ცრემლი არ შეუშვეთ. არა მზია, შენ აგდარჩევი ჩემს იმედად. მეშინია ჩემო ცისკარა. აი ხო მე მინდა რომ შენ ისეთივე კარგი როგორც იმ როლში არის ჩემი მზია, ჩემი საყვარელი გოგო, რომელსაც უყვარს ის ბრწყინვალე ვაჟკაცი, რომელსაც ქვია ცისკარა. დავიყვანე. ოღონდ ალი მიეცი ხავდა. ერთი დოქი. მესამე. ორი იყოს მზე თუ ნახავ. მარია მონიანი. ცისკარა კახი შირაძე. გუცკოვი ურიელა კოსტა
ივდითი, მარიცა გურიშვილი და ურიედი ლექსო ითონიშვილი. მე აქ მოვედი იმისათვის, რომ შენ ეს გსურდა. შენ აქ მოხვედი მხოლოდ იმისათვის, რომ ეს გსურდა. ნუ თუ შეგეძლო შენ ჩემგან ასე დამშვიდი ივდი, რაც გევალება იგი იყავ. ჩვენ არაერთხელ ვიბაასებ ამის შესახებ. ჩვენ ეს კიდევაც გამოვიგებთ. რა საჭიროა? ჩვენ იარებს ისევ შევიდეთ. არა, არ მინდა რომ მასწავლო მორჩილება. ივდი! დია, არ მინდა. მე შეგიძლიათ თუ კიდევ მივირჩე. შენ მორჩილებას. შენ იცი ივდი, რომ ჩვენი ერი პატივისცემი დეპყრობა ოჯახს დასაბამად. მამის ბრძანებას ასრულებენ შვილები მუდამ. ჩვენი ცხოვრება დაკეტილი საფხრობილია. აი ის შედგა. იგი ყოფს. საითკენ წადა. იგი შედგა სინაგოგაში. ვახმე, ჩონდა ჩინახა. წადი, და როგორ ძაღლებისთვის სელაპავი. წერად ისეთი აადუღე და გამოიტანე, რომ ამ ძაღს გეჯით დაუდგა. ჩინი მე ჩონდა გაუშვი წოდოა. ძალიან კარგი ბიჭი. ძალიან. და მაგო. პარტნიორობა გამოწიე. გატოის. მოგვეწილი რეჟისორი არჩილ ჩხარტიშვილი, მზევინარი გვანცა დული, ხოლო ჩონთა კი საბა ფარცხავა. აბა მოგზავნით ჩემო კარგებო. არა ხარ განავი შინა, გამოჩდით კარში. ვაღმე, ჩონ თავ შენახა. წადი, და როგორ ძაღლებისთვის სელაპავი. სწორედ ისეთი აადუღე და გამოიტანე, რომ ამ ძაღლს გეჯით დაუდგა. გაუშვი, წავიდეს თავის გზაზე. მანამ ჩემი მამა პაპის წესს არ დაუყენებ ამ ძაღლს, მანამ არ გაუშვი. იცი კი ვინ არის ეს? შავას გავს. სხვა რა უნდა ვიცოდე? იქნებ დიდი რამდენშაული აქვს ჩვენთან. მადლობას უდამეუნებოდე და არა მაგას მირჩევდე. შენ ვისაც იცავ? ქისტების წინამძღვარი. ხო წაგირთმევია ცხენიც. იარაღიც. და ხელებ გაკრული შინმა იყო. მოკლა იქნებ სიკვდილი ურჩევნია. შავის ხეს რა ტყიდის ქისტებზე. კარგი ერთი. შენეი, წადი, ცხენები ბალახზე წაასხი. ჩიქიდან გაისწორე. ლევან გოთუა, მეფერეკლე. მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლი დადგა ვახტანგ ტაბლიაშვილმა. ანა განასახიერა ქალბატონმა დოდო ჭიჭინაძემ. ხოლო ბესიკს დღეს განასახიერებს ზუკა ირინაძე. და დამეხსო ეს ყურები ამოსაშანთი. ყურს შემეწვის სიმღალი სიტყვა, სასწაული არა, უნდა გამიქცა რამე უნდა მოვმოქმედო. ბესიკ, მე ვერ შეგაჩერე, მე ვერას შევცვლი. ეს უძლური ხელები, რისმა ქნისია, როდესაც ერის ხალხის ბედუტრიალებს. გადაწყდა ანუ, უნდა გავიქცე და როცა სამთან ვიბა გადაიმოს, და მინდება ჩემო
ახასიათებს ელენე იაკობაშვილი. იაზონი გახლავთ სასახლის დამსახურებული არტისტი გიორგი წერეთელი. ვინ დააცხროს საზარილის, რომ სიყვარულის ნაცვლად ბოროტებას უფევს მოყვას თასულში. ახლა მჭირდება თუ მჭირდება ენა მჭეური. სიფრთხილე მიგდებს. ჩემი ბრდევნილის და მიუსახვის. სწორედ ხსნა იყო მეფის ასულის ცოლად შეერთვა. სიტყვაკი კარგად მოგიხარდავს სიასო, მაგრამ ნუ მისწენ თუ სიმართლეს გეტყვი. მაინც ჩემი მტერი ხარ და მოღალატე. ღმერთებს ევედრე მეტი ჭკუა მოგცემ, რათა ერთმანეთში არ ურევდეს სასარგებლოს და საზიანოს, ბედნიერებას კი უბედურებად თვლიდე. დამცინი კიდეც, შენ რა გიჭირს, მე ვიკითხო, უდაბნოდ რომ მეკცა ქვეყანა. შენ თვითონ აირჩი ასეთი ხვედრით, სხვას ნუაბრალე, კმარა. ტყვეთაგან მან თავისუფლებელო და ძლახაკთა ხელის ალპრობელო, სნეულთ მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტეს ღმერთსა შეწყალება სულთა ჩვენთათვის. კონსტანტინე გამსახურდია, მთვარის მოტაცება. რეჟისორი ლევან მირცხულავა, ხათუნა მარი ფარცხალა და არზაღანი ალექსანდრე ასათიანი კრებო საფრანგეთიდან. ყოლა ჩემზე, წმინდა გიორგი, შენ დაიფარე ჩემი არზაყა, ავიენისგან, ბოროტი თვალისგან და ბოროტი თქმისგან, შვიდი წამართვა სიკვდილმა, ნუ წამართმებ უფროს ვარს, შენი სახელისა და მადლის ჭირმა. ყველის სიცილი. ჩავატაოთ. მოიცა. ეგრო მოკლა მამაც უნდა მიაყოლო და იმას რას ერჩი. დროზე თუ არ მოვუღეთ ბოლო კოლექტივი არ აქვს იცოდე. მარტო შევხვდება და მერე მოვულით. ყოლა წმინდაო დედა, ღვთისმშობელო მარია, შენ თვითონ დედა ხარ და იცი. ღვთისმშობელო მარია, ჩემი არზაყანი ჯერ ბავშვია, მიუტევე მას ყოველი და შეუნდე. ღვთისმშობელო მარია. რა გასწავლეს იმ შეწითელ კავალერიაში? აღვერი ორივე ხელით უნდა გეჯიროს ასე გასწავლეს. ღვთისმშობელო მარია, ჩემი არზაყანი ჯერ ბავშვია, მიუტევე მას ყოველი და შეუნდე. ღვთისმშობელო მარია. შენ შემოგევნოს ჩემი სიცოცხლე ნა, ორშაბათ დღეს თბილისში ნუ წახვავ ნა, ცუდი სიზმარი მქონდა წუხრი, გუშინღა და გუშინღანის წინაღამსაც ნა. რა უშავს რომ ხარ ორშაბათია ნან? სად არის ახლა ორშაბათი? ჩვენ ბოლშევიკებმა ორშაბათიც მოსვეთ, შაბათისა და კვირაც. ჩვენ ყოველი დღე და ყოველი კაცი გავათანასწორეთ ნან. თქვენ ორშაბათიც მოსვეთ, შაბათიცა და კვირაც ნა. რა ვუყოთ, რომ ეს ბუნების წესია, ჩვენი ვალია გავუსწოროთ ბუნებას. არაბია, უკვე სვეტის კაჩხაზე მიუბავს მამა და სამურველით წმენს კიდევაც. ამაღამ ქაჯი ვერ გავა ენგურს. დავაქვთ. აკაკი წერეთელი, ბაში აჩუქი, რეჟისორი ლეო ესაკია. ბატონი სასულო, მომიდა, გადნიერებოთ ჩამითვლი ამ სიტამამეს. ვეღარ გავძელ არ ხლებოდი და მადლობა შეუმეწირა შენთვის, ჩემი ჭირის გაზიარებისათვის. იცოცხლე. მადლობისათვის გალავანზე გადმოხდომას რა გრჩით? რა გარჯა, ბატონი სასულო, პირდაპირ გზა უმოკლესიაო.
ასეც არ ყოფილიყო. გამოსათხოვრად გიახელი. ხო? დიახ. ამისათვის გალავანზე გადმოხტომას რა გრჩივდა? რა გარჯაა ბატონი სასულო? პირდაპირ გზა უმაღლესიაო. ასეც არ ყოფილიყოს გამოსათხოვრად გიახელი. საით მიემგზავრები, არ გინდა გამიმხილოს. საით მიემგზავრები. საით მიემგზავრები. მომიტევით. არ გინდა გამიმხილო. კახეთს მივდივარ. ჩოლოღაშვილთან? დიახ. სხვა რაღა დამრჩენია. ნეტავ მეც ვაჟად გავჩენილიყავ. ჩანს მიწონებ განძრახვას. ბედნიერი ვყოფილვარ. შევარდენ. კახეთს მივდივარ. ნეტავ მეც ვაჟად გავჩენილიყავ. ჩანს მიწონებ განძრახვას. ბედნიერი ყოფილვარ. ნინო, სანატრელი. არ დამივიწყებ. ნინო, სანატრელო. აბა, ბედნიერად. კეთილად გემგზავროს. გისურვებ გამარჯვება. ნინო, თავადისკანი ნინო, გახლავთ მე აკოტყობელი. ბაში აჩუკი გიორგი ბარნაძე. Adriana Damates, შენი ხარეო, რადაგნის წემლები, შენი შემოგებლები, შემოსამშობლო ხარეო. გამღერო ეს მასიერ ჩუქში ამცნობ რა? ეს იყო ზორა ანჯაფარიძე.